რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებსა და ლელოძლიერი საქართველოს ლიდერებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა ლელოს ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას აქციაზე ყოფნა გააპროტესტა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გეგელიასა და ლელოს სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვება მოუხდათ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი ლელოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა. მოხდართან დაკავშირებით კომენტარი გაკეთა თავად გეგელია მას, რომელმაც აღნიშნა, რომ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს და ყველანი ერთ მხარეს დგანან. არანაირი თავდასხმა არ ყოფილა, არანაირი ექსესი განსაკუთრებული არ ყოფილა. ადამიანების ნაწილს აქვს ღელვარება, ჩემთვის ეს გასაგებია, არ მაქვს პრობლემა, პირიქით, მე ამ ადამიანებს მივიჩიო ჩემს თანამებრძოლებად და განუჩულად იმისა, ვის როგორი პოზიცია აქვს, მე მათთან ერთად გავაგზავნებ ამ ქვეყნისთვის ბრძოლას და ყველა ადამიანს მინდა ვთქვა აქაც, რომ გაასწორონ ფოკუსი, გაიხსენონ ვინ არის ამ ქვეყნის მტერი და განუჩულად იმისა, თუ ვის რა ტაქტიკა გვაქვს ბრძოლის, გავერთიანდეთ. ბიძინა, როდესაც სულს გაფავს და მისი რეჟიმი, ჟანგბადის მიმწოდებელი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტია არ არის საჭირო, სისტემური ოპოზიცია ყავს პუტინს და საქართველოში არ არის საჭირო. 8 საათზე აქ რო იკეტებ, აქ მოვიდნენ, ჯერ ბოდიში მოუხადონ ხალხს, აქ მოვიდნენ, დადგნენ და იყვნენ პროტესტში. არა იმ რაღაც სუსის მიერ დადგმულ სპეცოპერაციაში მიიღონ მონაწილეობა.